ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დევნილი მეწარმეების პროდუქციისა და ნამუშევრების გამოფენა გაყიდვა გაიმართა. მეწარმეებმა დამთვალიერებელს მრავალფეროვანი ხელნაკეთი ნივთები, სუვენირები, საბავშვო სათამაშოები, განსაკუთრებული რეცეპტებით მომზადებული ტკბილეული და სპეციფიური გემოთი გამორჩეული სანელებლები წარუდგინეს. გამოფენა აფხაზეთის სავაჭრო სამრეწველო პალატის ორგანიზებითა და თბილისი მოლის მხარდაჭერით გაიმართა. აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სავაჭრო სამრეწველო პალატა წლების განმავლობაში უზრუნველყოფს დევნილი მეწარმეების მხარდაჭერას. დღევანდელი ღონისძიებაც ეძღვნება მსგავს საქმიანობის ხელშეწყობას. წარმოდგენილი იქნა დღეს დევნილი მეწარმეები და ვფიქრობთ, რომ მსგავსი ღონისძიებები ხელშეუწყობს მათი საქმიანობის პოპულარიზაციას და კიდევ ერთხელ დაანახებ ჩვენ საზოგადოებას, რომ რამდენ მნიშვნელოვანია თითოეული ქალბატონის როლი საზოგადოებრივ და სახელმწიფო ცხოვრებაში. ძალიან მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ დღეს სიმბოლური დღეს 8 მარტს მათ მიულოცეთ ქალთა დღე და ყველაზე ნიშანდობლივი არის ის, რომ მათ საშუალება მიეცათ თავიანთი პროდუქციის პოპულარიზაცია მოახდინონ და მათი რეალიზაციის საშუალებით დაიმკვიდრონ ბაზარზე ადგილი. დღევანდელი ღონისძიება სპეციალურად დაგეგმილი იყო სარვამარტოდ, რომ ჩვენმა დევნილმა ქალბატონებმა წარმოადგინონ თავიანთი ხელნაკეთი ნამუშევრები და გააკიდონ დღეს. ასეთი ლამაზი დღეა, მათაც უხარია და ჩვენც უხარია ერთად ყოფნა და ყველა ქალბატონს, არა მარტო ჩვენს მეწარმეებს დღევანდელ დღეს ულოცავ და ვუსურვებ წარმატებებს. კომპანია კოპეშონი რეგულარულად ღებულობს მონაწილეობას ყველა აქტივობაში, რომელიც შემოთავაზებულია სხვადასხვა ორგანიზატორის მიერ, რაც ხსნის კომპანიის ცნობადობას, პოპულარიზაციას ახდენს მისი პროდუქციის და კომპანიის შემოსავალსაც. ჩვენ ვართ შპს კარაველა, რომელიც აწარმოებს საბავშვო ხაზს. ჩვენი წამყვანი ძირითადი კარავია და მის დამბუზებელია ბარბარე გალდავა და ჩვენ ძალიან მოხარული ვართ დღეს, რომ აქ შევიკრიბეთ და ძალიან დიდი მნიშვნელოვანია ასეთი ღონისძიებები ჩვენთვის, იმიტომ რომ მეტი ცნობადობა, მეტი პროდუქციის გაყიდვა, გატანა და დიდი მოხარული ვიქნებით, რომ ხშირად იქნება ესეთი ღონისძიებები.